რამდენი თითებზე გააქეს პრობლემა მოჭერი ეს აბუსალათინის ძეთი. აიგეთი სოდა მეგობრებო. და იმდენი სოდა აიგეთ, ეხლა არ შემეკითხო რამდენი გრამი და რამდენი. იმდენი აიგე რომ გეკო. გამარჯობა მეგობრებო, სოკოს პრობლემა აქვს ბევრი ადამიანს. ფეხებშიც და ხელებშიც. და ბევრი კრემები, ბევრი სხვადასხვა წამლები სვამენ მაგის გამო, მაგრამ მაგის კურნალობა არსებობს ძალიან იაფი, შეიძლება ძალიან სწრაფიც, მაგრამ სწორი კურნალობა არსებობს. კრემები მაგით არ შველებს, იმიტომ ეს სოკო არსებობს ძალიან გრმა. შიგნით პროტეინი, ეს არის სპეციალური პროტეინი, იქ არსებობს ეს. და ეს ეგეთი სოკოა, რომელიც შეიძლება წლები დაისვენო და თქვენი იმუნიტეტი როცა იქნება დაქვეთებული, ანუ დაბალი, იმ დროს კიდე შემოვა და მთელი ფრჩხილები სოკოს დავადება მეგობრებო ნებისმიერი ადგილზე, ჩვენი ორგანიზმში. ისე ნელა-ნელა გაცხელდება, რომ ჩვენი იმუნიტეტი მაგას ვერს გებულობს. ჩვენი იმუნიტეტი როგორ მუშაობს? როცა პირველი პანიკა, ანუ პირველი პრობლემას ხედავს, ანუ დიდი პრობლემა სადა. ეს სოკო ნელა-ნელა გაიზარდება და ჩვენი იმუნიტეტი მაგას ვერს მიუხვდება. ეს ერთი. მეორე რა არის მეგობრებო? როცა ადამიანი არის არასწორი კვებაზე, ჭამს ტკბილეულების, სწრაფი ნაკსრიწყლები, ალკოჰოლები, იმ ადამიანის იმუნიტეტი არის დაბალი. ენაზეც სოკო დაგროვდება, შარდის გზებზეც სოკო დაგროვდება და ფრჩხილებზეც სოკო შეიძლება დაგროვა. თქვენი იცის, ადრეც მაქვს მაგაზე ვიდეო გადაგებული, პირდაპირ დავიწყოთ რა უნდა გააკეთო. პირველ რიგში თქვენ დაგჭირდება მაგისი გარეცხვა. თქვენ შეგიძლია ვაშლის ძმარიანი წყალში 50 მილიგრამი ვაშლის ძმარი თბილი წყალში ყოველ საგამოთი თბილი წყალში. თბილი წყალი იმდენი რომ ორივე პექი შიგნით წავიდე. დაახლოებით 10-15 წუთი უნდა კონდე ეს პეხები ვაშლის ძმრიანი წყალში. და კარგად გვერდებზე, კარგად გაწმინდე, რომ ეს ვაშლის ძმარი შიგნით შევიდე. იმიტომ ეს სოკო არის ძალიან შიგნით. დაახლოებით 10-15 წუთის მერე ამოიგე პეხები გამომშრალი, კარგად უნდა გამოშრალო, იმ დონეზე უნდა გამოშრალო, რომ შეიძლება თმის ფენი დაგჭირდე. არ უნდა დარჩე იქ სინესტე. იმათ უკვე არ სიბნელე და სინესტე მეგობრებო. არაფერი სინესტე იქ არ უნდა დაშვებით. აიგეთი ხელთათმანი, რამდენი თითებზე გააქეს პრობლემა, მოჭერი ეს დაგჭირდება, მოჭერი იმდენივე თითის ძომიერად, რასაც ძომა, ერთხელ მოჭერით და შეინახე ეს გვერდი. ეხლა თქვენ რა უნდა გააკეთო? აიგეთ აბუსალათინის ძეთი. აბუსალათინის ძეთი და სოდა. აიგეთი სოდა მეგობრებო. და იმდენი სოდა აიგეთ, ეხლა არ შემეკითხო რამდენი გრამი და რამდენი. იმდენი აიგე რომ გეკო. სადაც პრობლემა გააქვს, იქ გეკო. შეიძლება 1 კოზი დაგჭირდე, შეიძლება 3 კოზი დაგჭირდე. ეხლა აბუსალათინის ძეთი იმდენი რომ ეს მალამოსავით გახდე. ეს ორივე შეურიეთ რომ მალამოსავით გახდე და იმ ადგილზე ჩაიცვით, წაცვით, ესე ან ფეხებზე თუ გაქვს იმ ადგილებზე და მერე ძევიდან ეს რომ მოჭრილი გაქვს ხელთათმანი, ძევიდან ჩაიცვით. გამე აკეთებს მაგას და დატოვე თელი გამე. თუ დილით აკეთებს, დაახლოებით 4-5 საათი შეიძლება დატოვო, ანუ 3-4 საათიც ეკოფა. გამეც თუ საგამოც გააკეთებს, არა აქვს მნიშვნელობა, თელი გამე უნდა გააკეთო, არა აქვს მნიშვნელობა, თელი გამე საჭირო არ არის. მაგრამ თუ აკეთებს გამე, შეიძლება დაიძინოთ კიდეც. გააკეთე და ეს ძევიდან რომ გრმა შევიდე. აბუსალათინის ძეთი არის ეგეთი ძეთი, რომელიც შედის შიგნით ყველაზე გრმად. ეხლა შემდეგი ეტაპი რა არის მეგობრებო? თუ გააკეთე ღამე ეს პროცედურა, მაშინ დილით
ჩაის ხის ძეთი აფთიაქში ან ნებისმიერი სხვადასხვა საიტებზე იყიდება მე არა მაგ არჩევანი მაღაზიაში არ არსებობ ჩაის ხის ძეთი ყველა თითზე მასაჟი გააკეთე და თეთრი ნასკი ჩაიცვით ძევიდან და ნებისმიერი თქვენი საქმე შეგიძლია გააკეთო და ცადე ბექსაწმელი იყო ეგეთი ან სუფთატკავი რომელიც სუნთქავს ან უნდა იყო ეგეთი ნაჭერი რომელიც ჰაერი მოდიოდე არ იყო დანამატი სინთეტიკა და ეგეთი რაღაცები რომელიც შიგნით ჰაერი არ მიდის ძანგბადი არ მიდის და იმ სოკოს ეგეთი გარემო უყვარს ეს არის მარტო კურნალობა სოდა 2-3 ლარი გირს აბუსალათინის ზეთი რავი 5 ლარი თუ 10 ლარის გირს ეს თლიანი პროცედურა თქვენ 10-15 ლარი დაჯდება ზოგი ადამიანს 2-3 კვირა დაგჭირდება რომ დაინახო უკვე სოკო ნელ-ნელა თქვენი ყვითელი ფსხილი სხვა ფერზე გადადის კარგი ფერზე როგორც ფსხილის ფერია ეგეთი ფერზე გადადის და ზოგი ადამიანს 3-4 თვე დაგჭირდება მაგრამ შედეგი ყველას იქნება და შიგნიდან რა უნდა გააკეთოთ სადე რომ ნახშირის წყლები რაოდენობა დაბალი კაბილეული დაანებე პლუს არსებობს D ვიტამინი D ვიტამინი არის მეგობრებო ყველასთვის საჭირო ზოგი ფიქრობს ზაფხულია რა თმინდა ზაფხულია გინდა ზამთარია D ვიტამინის ნაკლებობა ბევრი ადამიანს აქვს და იმის გამო არის იმუნიტეტი დაბალი ცადე რომ სანამ ეს კურნალობა ჩატარებს D ვიტამინიც დალიე 5-დან 10,000 ამდე ყოველ დღე კარგად და ჯამთელად გააძიარე ყველა მეგობარში გამოიწერე არხი კარგად